წარმატებით გრძელდება პროექტის საზღვრებს მიღმა. ღონისძიების ფარგლებში ამჯერად რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაწილეებმა სპექტაკლი ჰელადოსი წარმოადგინეს. წარმოდგენამ გააერთიანა როგორც პროფესიონალი, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები მოყვარული მსახიობები. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ თეატრალური სტუდია არტ პლაზისა და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის დაბრუნება ახალგაზრდა არტისტები. ჰელადოსმა, რომელმაც გააერთიანა უპრეცედენტო იდეის გარშემო 60 მოზარდი ემიგრაციიდან, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და ასევე შემოგვიერთდნენ აზერბაიჯანის კახის რაიონიდან, ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრიდან, ქართული დრამატული თეატრიდან პროფესიონალი მსახიობები. ბავშვები ამ დღეებში ისე დამეგობრდნენ, ისე ერთმანეთთან უხარიათ ყოფნა და ეს იყო დიდი დღესასწაული, დიდი ემოცია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი გაერთიანება შევძელით მოზარდების. პროექტის ორგანიზატორები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების გაერთიანებით შექმნან ძლიერი კავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ ზრდასა და კულტურულ განვითარებას. მათი მიზანია განსხვავებული საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად შეიქმნას თანატოლების ძლიერი ერთობა. გამოჩნდებიან ისეთი ხალხი ყოველთვის, როგორც არის თიკა სვანიძე, სხვა ბევრნი არიან, მასწავლებლები, ახალგაზრდები, ენთუზიასტები, ადამიანები, გადაყოლილი და თავის ქვეყნისთვის თავდადებული პატრიოტები და ინარჩუნებენ იმ სითბოს და სიყვარულს, რაც მხოლოდ განსაკუთრებით საქართველოს ახასიათებს და დღეს აი ამ წარმოდგენას ზუსტად ეს ნიშანი, ეს სითბო და ეს ცოტა არ იყოს მსრებლის გააჩნია. ხაზი უნდა გაუსვათ პროექტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით უდიდესი მადლობა საპატრიარქოს, ყველა ორგანიზატორს, კალტონ თიკას, იმ ღონისძიების ჩართულობისთვის და ჩვენი დიასპორის ახალგაზრდების შეკრებისთვის და მათი მონაწილეობა ამ სპექტაკლში, ამ ღონისძიებებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი მედროშეები, ჩვენი საზღვარგარეთ საქართველოს სიმბოლოები და პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გაძლიერება არის მთავარი ამოსავალი. პროექტის ავტორია ფონდის დიასპორების ალიანსის საქართველოსთვის და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ველკო. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად. ჰონდა სპექტაკლი ელადოსი. ჩამოვედით სხვადასხვა ქვეყნებიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, ჰოლანდიიდან და ეხა ვართ ყველა ქართველი ერთად, რომ ეს სპექტაკლი დადგმული იყოს. მე ვარ გერმანიიდან, ბერლინიდან.